საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. გამარჯობათ. ჩვენი საუბრის თემა იქნება ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილები, კონკრეტულად რამდენიმე ასპექტი. დავაკონკრეტებთ, ეს იქნება მგზავრის სახე მგზავრის წერილებში და მოძრაობისა და მოქმედების იდეა მგზავრის წერილებში. ასევე დავიწყოთ იმით, რომ სათაურად ამ მოთხრობას ამ პროგრამულ ნაწარმოებს ქვია მგზავრის წერილები და უკვე სათაურშივე გამოიკვეთა მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც ჩვენ სულ თავისუფლად შეგვიძლია გავიგოთ და აღვიქვათ ავტორად, ანუ თვითონ ილია ჭავჭავაძედ, მით უმეტეს რომ მას მთლიანად ამ მოთხრობას აქვს მემუარული ხასიათი, ერთგვარი ჩანაწერებისა და შთაბეჭდილებების თითქოს და კოლაჟია და ნაკრებია და ამავე დროს ამიტომაც შეგვიძლია ჩვენ რომ ეს მგზავრი, რომელიც არის მოთხრობის გმირი, ერთგვარ პერსონაჟი, usახელო პერსონაჟი, ძალიან კონკრეტული და თანამავე დროს ძალიან ზოგადი სახე, ესე იგი შეგვიძლია აღვიქვათ ილიადაც, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ მთლიანად მისი ეს, ესე იგი სახე სიმბოლო, მგზავრობის სახე სიმბოლო და ისე შევხედოთ ამ მოთხრობას ცოტა განსხვავებულად, ანუ განვაზოგადოთ სახე, პერსონაჟი, გმირი განვაზოგადოთ. მოგეხსენებათ, რომ ძველ ქართულ ლიტერატურაში, ბიბლიაში, სხვადასხვა ხასიათის წიგნებში, ან სხვადასხვა ხასიათის ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებში გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი სახე სიმბოლო. გზა არის პროცესი, შემეცნების პროცესი, შესწავლის პროცესი, სრულად თავისუფლად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ გზა ეს არის მთელი ცხოვრება, ხოლო მგზავრი არის ადამიანი, რომელიც აი ამ გზაზე მიდის, ადამიანი, რომელიც ერთი წერტილიდან გადის, სიმბოლურად ჩვენ შეგვიძლია ასე აღვიქვათ, რომ ერთი ვინაობიდან გადის და მიემართება მეორე ვინაობისაკენ, ანუ ყოველდღიურად ადამიანი თავისი ცხოვრების რაღაცა გზას გადის და ყოველ მეორე დღეს ადამიანი შეიძლება გარეგნულად იგივეა, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული დეტალითა და ნიუანსით ის აუცილებლად განსხვავებულიც არის. ესე იგი, ის არის მგზავრი. გააჩნია რისთვის იქნება ადამიანი მგზავრი, საითკენ მიემართება ეს მგზავრი. მგზავრის პირველი სახე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ მაგალითად აბრაამი ბიბლიიდან, რომელიც საკუთარი მშობლების სახლიდან გამოდის და მიემართება ერთი ღმერთის სიყვარულით, უფლის შესამეცნებლად და რაღაც ახალი ქვეყნის, ახალი სინამდვილის შესამეცნებლად სრულიად უცხო მხარეში უფლის მოწოდებით. აი სწორედ ის გახლავთ პირველი მოგზაური, რომელსაც შემდეგ უამრავი მიმდევარი გაუჩნდა და რომელსაც აუცილებლად მაგალითის ძალით ბევრი ბაძავდა. თქვენთვის ნაცნობი ესეთი მგზავრი გახლავთ აბო, რომელმაც დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი ბაღდადი, თავისი სამშობლო სახლი, მშობლები, აგარაკები, მონაგები და ქრისტეს სიყვარულისათვის დაემგზავრა, მსახურად დაუდგა და დაემგზავრა ნერსე ერისთავს და ასე აღმოჩნდა ქართლში. და მისი მოწოდება, მისი მგზავრობის მიზანი იყო სწორედ შემეცნება ქრისტესი, შემეცნება ჭეშმარიტებისა. თუ გავაგრძელებთ ამ ჩამონათვალს, ძალიან შორს წაგვიყვანს ჩვენ, მაგრამ არ შეგვიძლია ერთი მაგალითიც არ დავასახელოთ თქვენთვის ნაცნობი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან. მაგალითად, ნაწარმოებიდან ვეფხისტყაოსნიდან ავთანდილი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ მთელი ნაწარმოების განმავლობაში, რაც სატრფოსაგან დავალებას მიიღებს, მას შემდეგ ის თითქმის სულ მგზავრია და ერთ ადგილას ის ძალიან საინტერესო ფრაზასაც ამბობს: დგომა მგზავრისა ცდომა. ფრიდონს, რომელიც დაჟინებით სთხოვს დარჩენას თავის სამეფოში ავთანდილს, აი ფრიდონს ის ასეთი არგუმენტით მიმართავს, რომ მგზავრის გაჩერება, მგზავრის დადგომა აუცილებლად არის მოცდენა. ესე იგი, ავთანდილი არ გულისხმობს უბრალოდ რაღაცა მანძილს ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მეორე გეოგრაფიული ადგილისაკენ. ჩვენ
ეპიზოდს უნდა შევხედოთ განსხვავებულად და შესაბამისად გზაც და მგზავრიც უკვე სხვა შინაარსით წაიკითხება თქვენგან. მაგალითად, თქვენ მიხვდებით, რომ გზა ეს არის პროცესი შემეცნებისა, გზა ეს არის ცხოვრების მანძილი, დრო, რომელიც ჩვენ ამ წუთის სოფელში მოგვეცა. ხოლო ადამიანი აი ამ გზაზე მდგომი არის სწორედ მგზავრი და მისი უპირველესი მოვალეობა და უპირველესი საქმიანობა იპოვოს ჭეშმარიტება. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ერთი ადამიანისთვის რა შეიძლება იყოს მგზავრობა და გზაზე დგომა, მაგრამ ჩვენ ახლა აუცილებლად უნდა გავავლოთ პარალელი, აქვს თუ არა ერსაც სწორედ ესეთი გზა გასავლელი. ანუ ერის ცხოვრებაც თუ შეიძლება ამ სახესიმბოლოთი იყოს წარმოდგენილი. აი ამ ნაწარმოებში ილია ჭავჭავაძემ მგზავრის სახეში მთელი ქართველი ერი დაინახა. დაუფიქრდით ამას და თქვენც მოიხმეთ შემდეგ ნაწარმოებიდან არგუმენტები ამაზრის განსამტკიცებლად. ანუ არსაყოფათ ეს აბსოლუტურად თქვენი ნებაა, მაგრამ აი ჩემი აზრით ესე უნდა აღვიქვათ ეს მომენტი, რომ მგზავრი, თუნდაც ილიად დასახული მგზავრი, ეს ქართველი ერია, რომელიც თავისი ისტორიულ გზას მიუყვება და ეხლა ეს გზა მოსდგომია სწორედ აი იმ ისტორიულ ეპოქას, იმ ისტორიულ გზასახარს, რომელსაც საქართველო დაუკავშირებია რუსეთთან. ამიტომ ილია ჭავჭავაძის მგზავრობა სწორედ ნახეთ როგორ არის დაკონკრეტებული სათაურის ქვეშ მინაწერში, რომ ეს არის მოგზაურობა ვლადიკავკასიდან ტფილისამდის. ესე იგი, ილია ჭავჭავაძე კონკრეტულად, ხოლო განზოგადებულად მთელი ქართველი ერი უნდა მოუბრუნდეს, ნახეთ როგორ მიმართულებას აძლევს ერს, ჩვენ დაუკავშირეთ ჩვენი ბედი რუსეთს და ეს იყო ისტორიული აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯი, მაგრამ დღეს, აი 19 საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართველმა ერმა უნდა დაიწყოს ნელ-ნელა განთავისუფლება რუსეთის გავლენისაგან და ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს თავის ეროვნულ წიაღს, თავის ქართულ ვინაობას, ანუ ეროვნულ ვინაობას. ამიტომ არის ჩემი აზრით მიმართულება აღებული სწორედ რუსეთიდან საქართველოსკენ, ვლადიკავკასიდან თბილისისაკენ და აი ამ გზაზე მგზავრი ილია ამჩნევს, რომ დიდი ვნებათა ღელვაა, დიდი აზრთა ჭიდილია, ძიება არის იმ გზისა, საითაც საქართველო უნდა წავიდეს და ამ გზაზე ორი განსაკუთრებული აზრი ყალიბდება. ესე იგი, 19 საუკუნის ქართველი საზოგადოება, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს და წყვეტს ქართლის ბედს კიდევ ერთხელ, ვინც ის მე რამდენად, აი სწორედ ეს საზოგადოება არის გაყოფილი ორად. ერთნი არიან ისინი, რომელთაც მამათა თაობას ვეძახით, ხოლო მეორენი ახალთაობელები, ილიას მიმდევრები, 60-იანელები დავარქვათ თუ გინდათ ამ თაობას. ესე იგი, ეს არის თაობა, რომელიც აი ძველ მამათა თაობას რატომღაც არ მოსწონს. ილია გულის ტკივილი შენიშნავს მოთხრობის მეორე თავში, რომ ქართული საზოგადოება დარღვეულია და ამ საზოგადოებას სწორედ ესეთი ორი მიმართულება აქვს. ერთნი, რომელნიც გამოსავალს ისევ ხედავენ მამაპაპურად ბრძოლაში, მაგრამ რატომღაც ეს საბრძოლო ენერგია მიმართული არის რუსული არმიის გასაძლიერებლად, იმიტომ რომ ისინი არ იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის, არამედ იბრძვიან რუსეთის არმიაში, ხოლო მეორე მხრივ ხელს უშლიან იმ ნაწილს ქართული საზოგადოებისას ახლებურად მოაზროვნე ქართულ ახალგაზრდობას, რომლებიც მიხვდნენ, რომ უკვე აღარ არის ჟამი ხმლით ბრძოლისა, რომ ეხლა დადგა ჟამი იმისა, რომ გამოვაცხადოთ მებრძოლად კალამი, გამოვაცხადოთ და ბრძოლის ასპარეზად ლიტერატურა, წერლობა, თუნდაც პუბლიცისტიკა და მოხდეს ერის თვითგამორკვევა სწორედ გაზეთის ფურცლებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში, რომელიც ააღელვებს ქართველი მკითხველის გულისწყერას და იმ მიმქრალ ნაღორდალს, ნაკურჩხალს გულში რომ ჟოლავს, ესე იგი როგორღაც თავი მოუყაროს ჩვენი ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. ეს იყო ილიას მიზანი. ესე იგი, თავდაპირველად იმ ქართველში, რომლის გულიც უკვე გაციებულიყო პატრიოტული გრძნობებისა, დაცლილიყო პატრიოტული გრძნობებისაგან, ცოტა ლელდღუნია სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ეს ქართველი იყო ვრდომილ კრთომილი, ანუ შეშინებული, ეს ქართველი იყო რუსობაჩი და ამიტომ დაჩაგრული, მეორე ხარისხოვანი, სომხის საანგარიშოს ანაბარა დარჩენილი და მუდმივი მოვალი, რომელიც საარსებო საშუალებასაც კი ძლივს შოულობდა, აი ასეთი ქართველის გულში, სადაც პატრიოტულ გრძნობებს უკვე
ეგონა გარედან მყურებელს, მაცქერალს, რომ უკვე პატრიოტული გრძნობები აღარ ჟოლავდა და აღარ ფეთქავდა, აი სწორედ ამგვარ ქართველებში, ანუ მთელ ერში დიდიან პატარიანად, მწერლობას უნდა გაეცოცხლებინა სწორედ მიძინებული პატრიოტული გრძნობა და მიძინებული მოვალეობის შეგრძნება, რომ უნდა ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის, რა ფორმითაც არ უნდა წარმართულიყო ეს ბრძოლა, მშვიდობიანი ფორმებითა თუ საბრძოლველი საშუალებებით. ამიტომ ილია ჭავჭავაძის ეს ბრძოლა კალმით, მე მინდა გითხრათ, რომ იყო ნამდვილი ბრძოლა, ნამდვილი ომი, ეს იყო ომი მენტალიტეტის ცვლისათვის, მონური, უკვე ნიჰილისტური ფსიქოლოგიიდან ქართველი ერი უნდა ხელახლა დაბრუნებოდა თავისუფლების მოყვარე სულიერ მდგომარეობას და უნდა ებრძოლა თავისუფლებისათვის და ახალი იდეების განხორციელებისათვის, მაგრამ მოდით დავაკვირდეთ ილია ჭავჭავაძემ ზუსტად აი ამ მოთხრობაში ეს კითხვები შემოგთავაზა. თავდაპირველად, როცა გზას ეძებდა და ორ თერგს შორის ის ემხრობოდა სწორედ იმ თერგს, რომელიც არც ჩინმენდლე, ანუ მე აქვე პატარა კომენტარი გავაკეთოთ, რომ თერგიც ის ქართველი ერის სახე-სიმბოლოა მოთხრობაში. მას დავაკვირდეთ ერთი მხრივ მგზავრი არის ქართველი ერის სახე-სიმბოლო. ახლა შევხედავთ და დავინახოთ, აღმოჩნდით, რომ თერგიც მთელი ქართველი საზოგადოების, მთელი მაშინ 19 საუკუნის ქართველი ერის სახეა, რომელიც აი მანამ ქართულ ბუნებაში, ქართულ კლდეთა შორის მიედინება, გრიგოლ ორბელიანის სიტყვების არ ყოს ქუხს და მიღელავს, მაგრამ როგორც კი გასცილდება თავის მშობლიურ გარემოს და გაივაკებს და გაიგანებს, უცბად ის დევგმირული ხმა ჩაუწყდება, მიიხრჩება, მიილევა, ისე მიდის, რომ ადამიანი ვერც კი შეამჩნევს ეს ამხელა მდინარე არსებობს თუ არ არსებობს. ესე იგი, ჩვენ დავაკვირდეთ ილია ჭავჭავაძემ დაგვისვა დასვა ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ესე იგი, თუ კი რუსეთის გავლენა საქართველოზე კვლავ გაგრძელდება, თუ კი ქართველი ბრძოლის ახალ გზას არ გამოძებნის და აკვირდეთ ისევ ახალ გზაზე თუ არ დადგება ქართველი, სრულიად შესაძლებელია მასაც ზუსტად იგივე დაემართოს, რაც დაემართა თერგს. ანუ მისი ისტორიული ხმა, მისი ეროვნული ხმა ჩაწყდეს და დაიკარგოს იმ პოლიფონიაში, რომელსაც საერთოდ მთელი მაშინდელი კაცობრიობა და მსოფლიო ერქვა და ჰქვია. ესე იგი, ჩვენ ვიდექით ჩვენი ყოფნა არ ყოფნის თითქოს და ზღვარზე. ესე იგი, ამიტომ აუცილებელი იყო იმ დუმილსა და იმ უმოქმედობას დაპირისპირებოდა ქართველი ერისაგან სწორედ მოძრაობისა და მოქმედების გარკვეული პროგრამა, გარკვეული იდეა. ახლა კიდევ ერთი მანამ გადავალთ ძალიან ამ მნიშვნელოვანი სახეების ახსნაზე, არ შემიძლია კიდევ ერთი დეტალი არ შემოგთავაზოთ, რომ ამის საპირისპიროდ, რომ ქართველი იწყებს თითქოს და გამოფხიზლებას, ამ დროს მიმდინარეობს დაუძინებელი ბრძოლა იმისთვის, რომ ქართველი როგორმე იმ თავისი ღრმა ძილიდან და პასიურობიდან არ გამოფხიზლდეს და არ გამოვიდეს. რა საშუალებებით ცდილობს რუსეთის და განსაკუთრებით ცარისტული რუსეთი ჩვენში სწორედ აი ამ მდგომარეობის შენარჩუნებას. ცდილობს ორი გზით. დავკვირდით იქ როგორ მიმართავს ავტორი თერგს, ესე იგი ისე მიმოხრჩვალ ხარ თითქოს ან დიდი ჩინი მიგიღია, ან როსქქვეშ არის გატარებულიო. ესე იგი დავკვირდეთ, რომ ესე იგი რუსეთი სწორედ ამ ორი საშუალებით, როზგით, ანუ ხალხის დაშინებით და მეორე მხრივ ჩინოს დიდგვაროვანი ადამიანებისთვის ჩინმედლების მინიჭებითა და წოდებების მინიჭებით და ფაქტობრივად მოქრთამვით ცდილობდა სწორედ ქართულ საზოგადოებაში თავისუფლების მოყვარე სულის ჩაკვლას და განადგურებას. და აი ეს ორი მეთოდი მათი ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა, როდესაც ბრძოლის ახალ გზებზე დავიწყებდით საუბარს. აი კიდევ ერთი საინტერესო გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ილიამ მას ბრძოლის ერთ-ერთ ფორმატ ილიამ დასახა განათლების მიღება და შემდეგ ამ განათლების ქართველი ერის სამსახურში ჩაყენება. განსაკუთრებით ეს იდეა გამოჩნდა აი იმ 4 წელიწადის შეფასებაში, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გააბდარა. ესე იგი მგზავრი ილია ჭავჭავაძე აფასებს თავის მოღვაწეობას, განსანათლებლად წასვლას პეტერბურგში ამ 4 წელიწადს და გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ეს ის 4 წელიწადია, ანუ განათლების გამო, განათლების მისაღებად საქართველოდან წასვლა ავტორის აზრით გამართლებულია. ეს არის მგზავრის სწორედ რაღაცა გარკვეულწილად
გაუეცნების პროცესი, როცა მგზავრი იკვლევს გზას დანარჩენ კაცობრიობაში, დანარჩენ ცივილურ კულტურულ მსოფლიოში, ის ცდილობს შეიცნოს რა დონეზეა მაშინდელი საზოგადოება, მაშინდელი მსოფლიო და უნდა რომ ეს მსოფლიოს მიღწევები და პროგრესული მიღწევები ან და ყოველ შემთხვევაში ცნობა ამ მიღწევების შესახებ მოიტანოს თავის სამშობლოში, რომ შემდეგ აი სწორედ აიღოს ერთგვარ ორიენტირად სულა აი ამ პროგრესისაკენ და არა იმ ჭაობისაკენ, იმ ჩამორჩენილობისაკენ, რომელ მდგომარეობაშიც იმ დროს საქართველო და რუსეთი იმყოფებოდნენ, ერთიცა და დამპყრობელიცა და დაპყრობილი ქვეყანაც იმყოფებოდნენ. ახლა დავუკვირდეთ მე და თქვენ აი ამ 4 წელიწადის შეფასებას. ილიას აზრით, ეს 4 წელიწადი იყო სიბნელესა და სინათლეს შორის გადებული ბეწვის ხიდი, რომელიც ყმაწვილი კაცის გონებაში გამოჰკვანძავს ხოლმე მშვენიერსა და ბრწყინვალე კვირტს და ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდანაც ორნაირი ნაყოფი გამოდის. მშვენიერი ნაყოფიც გამოდის და ძაღლყურძენაც გამოდის. ხა დავაკვირდეთ, ესე იგი ილიამ დააყენა პრობლემად, აქ აქცია პრობლემად საქართველოს ფარგლებს გარეთ გასული ქართველი ახალგაზრდობის ორგვარობა. ეს პრობლემა, იმიტომ რომ განათლება თავისთავად დიდი ღირებულებაა, მაგრამ ამ ღირებულებას მაშინ უფრო მეტი ფასი ეძლევა, თუ კი იგი სამშობლოსა და ხალხის ინტერესებს ხმარდება, ანუ მშობელი ხალხის ინტერესებს ხმარდება. მაგრამ აქ ისე დგას საკითხი, რომ მაშ ილია აფიქსირებს, რომ ჩვენ ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი და რომანტიკულად განწყობილი, ყოველი ადამიანი, რომელიც საქართველოს ტოვებს განათლების მისაღებად, ის უკან ეროვნულ მოღვაწედ და თავდადებულ პატრიოტად არ დაგვიბრუნდება. შესაძლოა იმ ადამიანმა თავისი განათლება მოახმაროს საკუთარ კეთილდღეობას, მოახმაროს თავის დაწინაურებას. გასაგები ასეთი ადამიანები ხალხისთვის და ქვეყნისთვის უკვე უსარგებლონი არიან. ამიტომ მათ განათლებას უკვე ილია აფასებს, ავტორი აფასებს სწორედ აი ძაღლყურძენად. ანუ ეს არის მოშხამული ნაყოფი, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებს არაფერში ადგება, არაფერში არ გია. სამაგეროდ მარგებელია საქართველოსთვის და ქართველებისთვის აი იმ ადამიანის განათლება და დაწინაურება, რომელმა ადამიანმაც გადაწყვიტა, რომ საზღვარგარეთ მიღებული განათლება მოახმაროს თავის ქვეყანას, მოახმაროს თავისი ქვეყნის ფეხზე დაყენებას. აი ამიტომ ილია ჭავჭავაძე თავის მგზავრს, აი ლარსის სადგურში მდგარს, აფიქრებინებს სწორედ აი ამ კითხვებზე და ნახეთ, ძალიან საოცარ ფრაზას მონოლოგს წარმოათქმევნებს. ეს არის მონოლოგი ფიქრია ილია ჭავჭავაძე მგზავრისა, რომელიც იწყება ასე: როგორ შევეყრები მე ჩემ ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, რას ვეტყვი მე ჩემ ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე. და იქ ილია გამოთქვამს აი ეჭვს. ნახეთ, საინტერესოა, ეს არის მამული შვილის დაეჭვება, რომ 4 წლით საქართველოს გარეთ ყოფნამ ხომ არ შეცვალა მისი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, ხომ არ გაუცხოვდა ის თავისი სამშობლოსათვის, ან ხომ არ მიიღო ისეთი გაიზიარა ისეთი იდეები და ისეთი აზრები, რომელიც მისი სამშობლოსათვის უსარგებლონი იქნებიან. აი ეს კითხვები კიდევ ერთხელ თავდაჯერებულ ადამიანს და რაღაცა ადამიანს ნამდვილად, როგორ გითხრათ, არ გაუჩნდებოდა. ილია ჭავჭავაძე თავდაჯერებულა იმაში, რომ სამშობლო უყვარს და უნდა მისი მსახურება, მაგრამ აი იმაში დარწმუნებული არ არის ცოდნა, რომელიც მიიღო, რამდენად მოსარგები იქნება და საჭირო იქნება თავისი ქვეყნისათვის. ამიტომ ილია ჭავჭავაძე, ნახეთ, ისევ დაეჭვებით, ისევ აი ესე სიყვარულიანი დაეჭვებით მიმართავს თავის საკუთარ თავს და ამბობს ესეთ რამეს: შევძლებ, რომ ღვიძლი სიტყვა უთხრა, ის ღვიძლის სიტყვა, რომელიც შემდეგ უნუგეშოს მისცემს ნუგეშს, ტირალს მოსწმენს ცრემს, მუშაკს გაუადვილებს შრომას და დაარწმუნებს, რომ არიან ჩვენზე უბედური ქვეყნები, ჩვენზე უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ ჩვენზე უფრო ბედნიერად მცხოვრებნი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი სწორედ ეს ადგილია ამ მონოლოგში და საერთოდ მთელ მოთხრობაში. მე ყოველთვის მიკვირს, აი რას ფიქრობდა, რას გულისხმობდა მწერალი, როდესაც თავის გმირს მგზავს აი ამ სიტყვებს ათქმევდა. ან რომელ ქვეყანას გულისხმობდა? იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს დაბალი რესურსი, ბუნებრივი რესურსი, რომ კარგად იცხოვროს, წარმატებული ქვეყანა იყოს. ესე იგი, იქნება ასეთი ქვეყნის მოდელი სადღაცას მოძებნელი ალბათ ევროპაში.
არასახელებს ილია ჭავჭავაძე ამ ქვეყნის მოდელს, მაგრამ ილია აშკარად მოიაზრებს რომელიმე ევროპულ დაწინაურებულ ქვეყანას, რომელმაც ალბათ თავის დროზე მოძებნა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების ისეთი მოდელი, რომლითაც მან თავი აარიდა მეზობელ ხალხებთან ბრძოლასაც, ომსაც, რაღაც დაადგა მშვიდობიანობის გზას და ისე აყვავდა ეკონომიკურად, რომ დღეს შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ იმ ქვეყანას აქვს რაღაცა განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსები, რომელზედაც მისი ძლიერი ეკონომიკაა და მერე უკვე ძლიერი პოლიტიკური ცხოვრება არის დაფუძნებული. მაგრამ ილია ჭავჭავაძე ამბობს, აბა მოდით დავუფიქრდეთ, ესე იგი, საფიქრალი გვაქვს სწორედ ის, როგორ მოვმართოთ, როგორ მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა ისე, რომ ღვთისგან ნაბოძები, ყოველი რესურსი, ძალიან მდიდარი ბუნებრივი რესურსები ჩვენ ისე გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული ქვეყანა და იყოს ბედნიერი ქვეყანა. და როცა აი ეს საფიქრალი გაუჩნდა ილიას, ესე იგი დავკვირდეთ მან საკითხი დასვა, რომ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, მოვიაზროთ, რა გზაზე დადგეს ახლა ჩვენი სამშობლო. ესე იგი, როგორი გზით წავიდეს მგზავრი საქართველო, საით და როგორ რა მოძებნოს, რა მოდელი მოძებნოს თავისი არსებობისა, თავისი მომავალი სახელმწიფოებრივი სახისა, ისეთი, რომ ის გადარჩეს დანარჩენ მსოფლიოში და თან არ დაკარგოს თავისი თავისთავადობა. აი ამ დროს ილია ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ოცნება, ანუ მხოლოდ ფუჭი ლიტონის სიტყვა, რომელსაც თუ ერი არ მიაშველებდა საქმეს, მაშინ ეს დარჩებოდა ხმატმღაღადებლისა უდაბნოსა შინა. და ეს სწორედ აი ესეთი ფორმულით გააფორმა. ეს ყველაფერი სიტყვებია, საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვს, მაშინ რასა იქ ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩუმდი. წამოვწიოთ წინ ერთი პრობლემა. ილია ჭავჭავაძემ სიტყვისა და საქმის ურთიერთმიმართების საკითხი და მათი კავშირი აშკარად დააყენა ერთი პრობლემის წინაშე. თუ პიროვნება ვერ მოახერხებდა ერთთან თავისი სიტყვის მიტანას და ერთთან თავისი გულის ტკივილის მიტანას, ანუ თუ კი არ იმოქმედებდა ისე, რომ ერს მისი მოსაზრებები გაეზიარებინა, მაშინ მოღვაწე დარჩებოდა მარტო თავისი ბრძოლის ასპარზე, ბრძოლის ველზე და რანაირი გენიალური ჩანაფიქრიც არ უნდა ჰქონოდა სახელმწიფოს აშენებისა და გადარჩენისა, ეს სახელმწიფო ვერავითარ შემთხვევაში ვერ აშენდებოდა. ამაზე საუბარი ილია ჭავჭავაძეს აქვს მომდევნო თავებში. ამაზე ვისაუბროთ შემდეგ. გემშვიდობებით.